კრემლმა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს დომოდედოვოს ტერაქტი რუსეთის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი, ასეთ შეფასებებს აკეთებენ ანალიტიკოსები. მოსკოველების ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ინციდენტი თავად ხელისუფლების ორგანიზებულია. რუსეთის დედაქალაქში არც იმას მალავენ, რომ ქვეყანაში კორუფცია გამეფებული და მოქალაქეები ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად მზად არიან ტერორისტებს ხელიც კი შეუწყონ. ქრონიკა დღეს ინგუშეთის პირველი პრეზიდენტის რუსლან აუშევის მოსაზრებითაც დაინტერესდა. ზურა ხვისტანი გიამბობთ. დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარმა აფეთქებამ რუსეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მას უკვე მიანიჭა ტერორიზმის კვალიფიკაცია. ტერორისტული აქტი კი როგორც წესი კავკასიელებთან ასოცირდება. რუსეთის სათათბიროში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებაზე იმსჯელებს. თუმცა დუმაში არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ მდგომარეობის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. ვინ უნდა დაიცვას უსაფრთხოება, როდესაც ყველა ნორმალური სპეციალისტი უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ გაიქცა. რამდენჯერ მithქვამს, რომ მოსკოვის FSB-ს უფროსი ზახაროვი კორუმპირებულია და თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს. მილიციას კი ქრთამის გამოძალვის გარდა არაფერი აინტერესებს. რომელ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი? არსებობს რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოება. ან უნდა ვაიძულოთ მოსახლეობა, ან შესაბამისი განათლება მივცეთ. მთავარი კი ის არის, რომ ამაზე ფიქრი არა ახლა, არამედ დიდი ხნით ადრე უნდა დაგვეწყო. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ კრემლმა კავკასიასთან მიმართებაში ძალადობრივ პოლიტიკას უნდა გადახედოს. მოსკოველ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარება ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიად ქცევამ გამოიწვია. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევი კი ამბობს, რომ კავკასიელებსა და რუსებს შორის დაპირისპირებას ხელს თავად ხელისუფლება უწყობს. Россия сначала пришла на Кавказ. კავკასიელები არასდროს შეჭრილან რუსეთში. ეს რუსეთი მოვიდა კავკასიაში და ამას მე-17 საუკუნიდან ომები მოჰყვა. მე არ მჯერა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არ იცნობდნენ ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერებს, რომლებიც ანტიკავკასიურ პროპაგანდას ეწევიან. სრული შემთხვევაში მათი გაჩერება ერთ ღამეში შეიძლება. Был интерес в России. Никто не говорит о причинах. არავინ კითხულობს, რა არის მომხდარის მიზეზი. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ფაქტიურად კოლონიადაა აქცეული. ამ რესპუბლიკების მოქალაქეებს კი ყოველგვარი უფლება აქვთ წართმეული. ბოლო პერიოდში კავკასიელების მკვლელობებს ნაცისტების მიერ არ მოჰყვა სათანადო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. ალბათ ახლაც კავკასიელებზე ნადირობა დაიწყება, რითაც ტერორიზმი კიდევ ერთხელ წახალისდება. დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე საკუთარ მოსაზრებას მოსკოველებიც გამოთქვამენ. მათ მიაჩნიათ, რომ გაუთავებელი აფეთქებები კრემლის არასწორი პოლიტიკის და ქვეყანაში გამეფებული კორუფციის ბრალია. Все уж понимают прекрасно, что это не... ყველას კარგად ესმის, რომ საქმე არა კავკასიელებსა და სხვაობს შორის დაპირისპირებასთან, არამედ სხვა მოვლენასთან გვაქვს. ეს ხელოვნურად შექმნილი ომია, რომელმაც უნდა გადაფაროს ის საშინელებები, რაც რუსეთში ხდება. 90% всех терактов, которые... არ მგონია კავკასიურ კვალთან მივიდეთ. ტერაქტის 90%, რომელიც რუსეთში მომხდარა ხელისუფლების ორგანიზებულია. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ამის თქმის საფუძველიც მაქვს. Ну, это моё личное мнение. ექსპერტები მოსკოვის ტერაქტს სამართალდამცავი სტრუქტურების მორიგ ჩავარდნად აფასებენ. თუმცა რუსი ბლოგერების აზრით, დომოდედოვოს აფეთქებაში ვლადიმერ პუტინის ხელი ურევია, რომელიც ამით დიმიტრი მედვედევის იმიჯის შერყევას ცდილობს და გაპრეზიდენტებისთვის ნიადაგს იმზადებს.